ნაწილეობა არგუმენტების გადაცემაში რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ეკას სირაძე თამარ ხიდაშელი ჩვენ გადაცემის სტუმრები. მაშინ ასე თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, საუბრობთ საარჩევნო პროცესზე და საუბრობთ იმაზე თუ რა დარღვევები იყო დღეს არჩევნების მიმდინარეობის დროს. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი. საღამოშთებსა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანეთ და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ვიცი რომ დღეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა და მადლობთ განსაკუთრებით დიდი მადლობა იმდენ მოგახსენოთ იმისთვის, რომ მოიცალეთ და მოხვედით და ჩვენს მაყურებელს დაუთმოთ მაშინ ასე პირველ რიგში ორივეს მინდა გკითხოთ იქიდან გამომდინარე რომ ადევნებდით თვალყურს არჩევნების მიმდინარეობის პროცესს როგორც თბილისში ასევე თბილისის ფარგლებს გარეთ შეიძლება ითქვას თუ არა თქვენი შეფასებებით ეს არჩევნები გაცილებით დემოკრატიულად ჩატარდა წინა არჩევნებთან შედარებით? ეკა ისმით ეს საქმე არჩევნების მართალია კენჭისყრა დასრულებულია, უბნები დახურულია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დარჩენილი არჩევნების დღის, რომელიც არის უცილობელი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი ეს გახლავთ ხმების დათვლის პროცედურები. შესაბამისად, მე მგონი შეფასების გაკეთება იქნება ძალიან ნაადრევი და არაკორექტული ჩემი მხრიდან, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რა მოხდება ხმების დათვლის დროს, როგორ ჩაივლის ეს პროცედურები, როგორ დაითვლება ხმები, როგორ შეჯამდება შედეგები და შესაბამისად, როგორ დაიწერება უკვე შემაჯამებელი ოქმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მე თავ შევიკავებდი შეფასებიდან ამ ეტაპზე და როდესაც უკვე დავაკვირდებით და ვნახავთ როგორ განვითარდა მოვლენები, შემდეგ უკვე შეიძლება რაღაც შეფასების და დასკვნების ტენდენციების გაკეთება. გასაგებია, თამარ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებს აკვირდებოდა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, ანუ ჩვენი შეფასება იქნება მხოლოდ ამ სამი ქალაქით შემოფარგლული. რა თქმა უნდა, სამი ქალაქის სურათი ვერ მოგცემს სრულ სურათს, ახდებოდა ზოგადად მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ერთი კონკრეტული ტიპის დარღვევა, რომელიც წინა არჩევნებზე შედარებით ნაკლებად იყო, განსაკუთრებით ეს ტიპის ეს დარღვევა გამტკიცდა იმითაც, რომ გუშინ გაკეთდა სპეციალური განცხადება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ბატონი პავლე კუბლაშვილის მხრიდან, რომელსაც ასე ვთქვათ ოფიციალური სახე შესძინა ამ დარღვევას. ალბათ მაყურებელმა უკვე იცის, რაზეც ვსაუბრობ, თითქმის ყველა ოლქში, უბნების უმრავლესობაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო უბნის გარეთ აღნუსხავდნენ სპეციალურ სიებში, ვინ გამოცხადა და ვინ არ გამოცხადა საარჩევნო უბანზე. ბატონმა პავლე კუბლაშვილმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია. ისინი ასე მოიქცეოდნენ და თქვა, რომ ამასთან საარჩევნო კოდექსთან არანაირი წინააღმდეგობა არ იყო. თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ იზიარებს ამ პოზიციას. ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ახდენდა ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენაზე კონტროლს და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული დარღვევა. იმიტომ რომ ძალიან მარტივად რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რაშია საქმე. ნაციონალურ მოძრაობას თავის ასე ვთქვათ ოქროს ფონდად მიაჩნია საჯარო მოსამსახურეები და დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი მხარდამჭერებზე საუბრობენ, მნიშვნელოვანი ნაწილი მხარდაჭერთა რიცხვში უკავიათ საჯარო მოსამსახურეებს. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან იმის კონტროლი, ვინ გამოცხადა და ვინ არ გამოცხადა საჯაროობანზე, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს მართულ პარტიას და მას უყრია, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმები და ძალაუფლების მექანიზმები და შეუძლიათ ვთქვათ, ნებისმიერ მომენტში აქვთ იმის ბერკეტი, რომ თუ ვიღაც არ მოიქცევა სწორად გაათავისუფლონ სამსახურიდან, მის ოჯახის წევრს შეუქმნან პრობლემები, ხო? ანუ ფსიქოლოგიურად ასეთი განწყობის ქონაც კი ამომრჩევლს ანუ ეს არის ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლი. ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ახდენდა კონტროლს ამომრჩევლის მიერ თავისი ნების თავისუფალ გამოხატვაზე. კი, ეს იურიდიულ საკითხებს ექვემდებარება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის მეორე ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ აკრძალულია ყოველგვარი ზემოქმედება და კონტროლი ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენაზე. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მარტო ის, რომ კაბინეტში რო შედიხარ, მარტო ხარ და არავის უფლება გაქვს არავის არ უთხრა, ვის მიეცი ხმა. მარტო ეს არ იგულისხმება, ეს არის ხმის ფარულობა. მაგრამ რაც შეეხება ნების გამოხატვას, ეს ჩემი სურვილი არის, ჩემი უფლებაა, მე მინდა წავალ საარჩევნოებაზე და თუ სურვილი მაქვს არ წავალ საარჩევნოებაზე. მაგრამ როდესაც მართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც მთელი ძალაუფლება და მთელი მექანიზმები და ბერკეტები ხელში აქვს, ზის და მამოწმებს, გამოვცხადით თუ არა საარჩევნო უბანზე, როგორც მინიმუმ ეს რაღაც
დისკომფორტს მიქმნის, რაღაც შიშს მიქმნის. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უბანზე არ გამოვცხადდები? ანუ ეს არის მე ვფიქრობ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ეს დაფიქსირდა მასიურად, იმიტომ რომ მართლმა პარტიამ ჩათვალა, რომ ეს იყო სავსებით ლეგიტიმური. ვინაიდან კოდექსში პირდაპირ მათ განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით აკრძალვა არ იყო. რა თქმა უნდა, საარჩევნო კოდექსი მსგავსი ტიპის დეტალებს ვერ ჩაწერს. იქ ვერ ჩაწერენ, რომ არ შეიძლება საარჩევნო უბნის გარეთ იმყოფებოდეს კონკრეტული პარტიის აქტივისტი, ეჭიროს სია და ამოწმებდეს ხელმოწერას. ერთს გეტყვით და უფრო ნათელი გახდება. ცესკოში შექმნილი იყო ამომრჩეველთა სიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ინიციატივა იყო, რომ როდესაც დამთავრდებოდა კენჭისყრა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შესძლებოდათ, ქონოდათ იმის უფლება, რომ დაეფიქსირებინათ ფოტოსურათი გადაეღოთ ამომრჩეველთა სიის, რათა ხელმოწერების ნაწილი დაფიქსირებულიყო. და ამ შემთხვევაში მოტივად ისახელდებოდა, რომ ხშირად იცვლება ხელმოწერების შემდეგ ემატება, სანამ უბნიდან ოლქში მიდის ამომრჩეველთა სიები და ასე შემდეგ. ერთადერთი მოტივი, რის გამოც ცესკომ უარი თქვა, ის იყო, რომ ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი არ მომხდარიყო და ცესკომ თქვა, რომ აი ამის სურათის გადაღების საშუალებით პოლიტიკურ პარტიებს ეძლებათ იმის საშუალება გააკონტროლონ ვინ გამოცხადა და ვინ არ გამოცხადა. და ცესკომ თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ცესკოს ეს პოზიცია ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავიზიარეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა აბსოლუტურად იგივე. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტია სხვა პარტიებზეც იყო საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა მაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ რომ მას აქვს როგორც გითხარით ეს ძალაუფლების მექანიზმები. კონკრეტული პარტია იჯდა და აღრიცხავდა, ვინ გამოცხადა და ვინ არ გამოცხადა მისი მხარდაჭერები. ან თქვენ ელოდებით ცესკოდან რაიმე რეაგირება? მე ვფიქრობ, რომ ცესკოს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა საშუალება, რომ ამაზე განცხადება გაეკეთებინა 10 საათზე, როდესაც უბნები გაიხსნა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, ჩვენ და სამართლიანი არჩევნობა, თუმცა სამწუხაროდ ცესკოს მხრიდან ამას არანაირი რეაგირება არ მოყოლია და ნაციონალური მოძრაობა რამდენადაც ვიცი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ამომრჩევლებს უпростоრად მხარდამჭერებს ითვლიდნენ. გასაგებია, მე კიდევ დაუბრუნდები ამ თემას, თამარ, მანამდე ეკას მინდა ვკითხო კონკრეტულ, კი ბატონო, თუ თემის გაგრძელება გსურთ, შეგიძლიათ გაგრძელება მინდა და დავაზუსტებდი, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, ეხლა წინა არჩევნებზე ნამდვილად იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ეხლა იყო შემაშფოთებელი ეს მასშტაბურობა აი ამ აქტივისტებისა, მაგრამ აქვე მე მგონი სამართლიანობა მოითხოვს, რომ დავაზუსტოთ, რომ არა მხოლოდ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ, ჩვენ მაგალითად დავაფიქსირეთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლების და აქტივისტებიც, რომლებიც იდენტურად იქცეოდნენ, მაგალითად ახმეტის ოლქის ყველა უბანზე იყვნენ და იგივე ნაირად იწერდნენ, ვინ მოვიდოდა მათი წარმომადგენლები და ვინ ანუ სიებს ისინი წარდგენდნენ. კი ბატონო, მაგრამ აქ ცოტა სხვადასხვა წონები აქვთ იმისა, რომ გააკონტროლონ და დაუშვათ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლა ფსიქოლოგიური ზეწოლის განსხვავდება, რა თქმა უნდა, განსხვავდება, თუმცა ალბათ არ უნდა ის ვთქვათ მხოლოდ ერთ მხარეს, ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნამდვილად სხვა პარტიასაც ყავდა ასეთი აქტივისტები. გასაგებია, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ეს მასშტაბური ხასიათი ამას არ ქონდა, მაგრამ რა გავლენა შეიძლება? ეკამ თქვა, რომ წინა არჩევნებზე არ ხასიათი წინა არჩევნებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი იყო ასეთი ფაქტები და დაფიქსირებულიც იყო, ვიდეო მასალაც იყო გადაღებული ამასთან დაკავშირებით, მოგიხსენებთ, ფილმიც იყო გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. თუმცა მე მაინც შემაშფოთა ამ არჩევნებზე აი მასშტაბურობამ და საკმაოდ ისმა აგრესიამ ამ აქტივისტებისა, ადრე თუ უბნის გარეთ იდგნენ ხოლმე როგორც წესი, ეხლა მე მომდიოდა ინფორმაცია დღის განმავლობაში და ჩემი დამკვირვებლები გვაწვდიდნენ ინფორმაციას, აი უბნის კარების აქეთ იდგნენ ხოლმე, ანუ პრინციპში რაღაცა ერთი ნაბიჯი აშორებდათ ამ აქტივისტებს უბნიდან, რაც საკმაოდ აგრესიულ ქმედებაში შეიძლება ჩავთვალოთ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პირველი საყვედური ამ შემთხვევაში პირველი სერიოზული საყვედური დაიმსახურა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თამარ? მე ვფიქრობ, რომ ცენტრალურ საარჩევნო, რა თქმა უნდა, პირველი სერიოზული საყვედური ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, რომელსაც ასე ვთქვათ, ოფიციალური სახე შესძინა იმას, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა, მათ არ უნდა დაეშვათ მსგავსი ტიპის მოქმედება, იმიტომ რომ მე აღვნიშნე კიდევაც 10 საათიანი ბრიფინგის დროს, რომ მე მახსოვს, როგორ გააკეთა ბატონმა დავით ბაქრაძემ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განცხადება, ოღონდ აბსოლუტურად ეს განცხადება შეეხებოდა სრულად
სრულად საპირისპირო მოვლენას, მაშინ ბატონმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ის მოუწოდებდა პოლიტიკურ პარტიებს პირიქით არ მოეხდინათ მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ვინაიდან მათ თქვა, რომ ეს დესტაბილიზაცია შეუწყობდა ხელს და ამ მომრჩეველს დისკომფორტ შეუქმნიდა. და მან თქვა, რომ თუ ოპოზიციას ეშინია ხმების დაკარგვის, მათ უბანში ყავთ მათ მიერ დანიშნული უბნის წევრები. ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა მოიქცა სრულად პირიქით. ანუ პირველი საყვედური ნაციონალურ მოძრაობას, შემდეგი საყვედური ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათ ოფიციალური განცხადების სახით